მტკვრის სანაპიროზე ქალაქის ცენტრიდან 7 წუთის სავალზე ასგრუპი მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს პარკ ბულვარს აშენებს. პროექტი 17 საცხოვრებელ კორპუსს და 8 ჰექტარ ტერიტორიაზე განლაგებულ პარკს მოიცავს. საუბარი არის 3000-მდე აპარტამენტზე, რომელიც მშენებლობაც მომდევნო 5 წლიან პერიოდში არის დაგეგმილი. რა ტიპის ინფრასტრუქტურა იქმნება ქალაქში, რომელიც ყველაზე დიდ ბულვარს მოიცავს? დეტალებს მოგიყვებით სიუჟეტიდან და რამდენიმე წუთში უკვე პროექტის წინა საახალწლო შეთავაზებებს და სხვა დეტალებზე სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. პარკ ბულვარი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და კონცეპტუალურად გამორჩეული ახალი პროექტია, რომელიც მტკვრის სანაპიროზე ქალაქის ცენტრიდან 7 წუთის სავალზე შენდება. კომპლექსი 17 საცხოვრებელ კორპუსს და 8 ჰექტარ ტერიტორიაზე განლაგებულ პარკს აერთიანებს, რომელიც თავის მხრივ 2 კილომეტრის სიგრძის ბულვარს, 5 კილომეტრის სიგრძის ველობილიქს, სპორტულ და საბავშვო მოედნებს, შინაური ცხოველებისათვის განკუთვნილ სპეციალურ სივრცეებს მოიაზრებს. პარკ ბულვარი არის ეს ჯგუფის ინვესტიცია, რომელიც არის აზერბაიჯანული ჯგუფი, რომელიც არის ბაზაზე 2011 წლიდან და დღემდე განხორციელებულია დაახლოებით 200 მილიონის ინვესტიცია. ეს არის გათვლილი, ესე იგი, დაახლოებით 3000 ბინამდე, რომელიცშიც ალბათ იცხოვრებს დაახლოებით 10000 ადამიანი. შესაბამისად იქნება პარკინგები, თითო ოჯახზე თითო პარკინგი, რეკრეაციული ზონა, სპორტული მოედნები, ველობილიკები, 2 კილომეტრი ბულვარი და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან აქტიური იქნება, ასევე იქნება კომერციული ობიექტები, სადაც სხვადასხვა სახის კაფეები და რესტორნები მოიაზრება შემდგომში. პარკ ბულვარი როგორც საცხოვრებელი, ისე საინვესტიციო კონცეფციით შექმნილი პროექტია, სადაც ბინები 39 კვადრატული მეტრიდან იწყება. პროექტის მშენებლობა კომპანიამ 2025 წელს დაიწყო და ამ დროისთვის მე-9 და მე-11 კორპუსების მშენებლობა უკვე დასრულებულია. ბინების 90% კი გაყიდული. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მათ მიზნებს გრძელვადიანი დაგეგმა, არქიტექტურული სიზუსტე და მშენებლობის მაღალი სტანდარტების დაცვა წარმოადგენს, რაც ჯამში მდგრადი ურბანული გარემოს ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს. ხალხი კომფორტს ეძებს, ნორმალურ სივრცეებს, ეკოლოგიურ სუფთას და ამიტომ ვფიქრობ, რომ უფრო ახალგაზრდა ოჯახებისთვის არის ძალიან საინტერესო და ასევე ინვესტიციებისთვისაც ძალიან საინტერესო. ბარდება ეს ეგრეთ წოდებული თეთრი კარკასი, 39 კვადრატული, 52 კვადრატული და 67 კვადრატული ბინებია. განსაზღვრულია სამომავლო ეტაპებიც. კომპანია 2026 წელს პროექტის შემდგომ გაფართოებას და ახალი კორპუსების რეალიზაციას გეგმავს. მთავარი აქცენტი კვლავ ცხოვრების ხარისხზე, გამწვანებასა და ადამიანზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურის შექმნაზე დარჩება. პარკ ბულვარზე მეტი ინფორმაციისთვის და წინა საახალწლო შეთავაზებების გაცნობისათვის საქმიან დილაში მოვიპატიჟეთ გვანცე კირვალიძე მარჯანიძე, პარკ ბულვარის გაყიდვების დირექტორი და სწორედ მასთან ერთად ვაგრძელებთ საუბარს. დილამშვიდობისებად. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მეტი უთხრათ პირველ რიგში პროექტზე, ის რაც ვერ მოხდა თეთია ჩაფიჩაძის მიერ მომზადებულ სიუჟეტში გვანცა, ერთია რომ შეიქმნა ქალაქში კონცეფცია კომპლექსის მრავალფუნქციური, თუმცა რაც ყველაზე მეტად პარკ ბულვარს გამოაჩენს, ეს არის ის ურბანული გარემო, რაც შექმნით თქვენ დედაქალაქში. რას გულისხმობს ყველაზე დიდი ბულვარი თბილისში? კი ბატონო. პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ დღეს უძრავი ქონების ბაზარზე მომხმარებლის მოთხოვნები მნიშვნელოვნად შეცვლილია. მათთვის აღარ არის საინტერესო და მნიშვნელოვანი მხოლოდ ფართობი, კვადრატული მეტრები. ანუ მომხმარებლის გემოვნება შეიცვალა? რა თქმა უნდა, მოთხოვნები შეიცვალა მნიშვნელოვნად მომხმარებლის. მათთვის უკვე გადამწყვეტი გახდა ცხოვრების ხარისხი, კომფორტი, გარემო და ის გრძელვადიანი ღირებულებები, რასაც პროექტი სთავაზობს მობინადრეს თუ ინვესტორს. სწორედ ამ ხედვებზეა დაფუძნებული საცხოვრებელი კომპლექსი პარკ ბულვარი. პარკ ბულვარი ჩაფიქრებულია და ხორციელდება როგორც სრულად განვითარებული კომპლექსი, საცხოვრებელი ურბანული უბანი, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ, კომერციულ, რეკრეაციულ კომპონენტებს ერთ სისტემად და ერთ კონცეფციად.
ჩვენი მნიშვნელოვანი, მინდა აღვნიშნო აუცილებლად, მნიშვნელოვანი უპირატესობა არის მშენებლობის ხარისხი. საცხოვრებელი კომპლექსი ნაგები არის ტუნელური, ეგრეთ წოდებული მცოცავი ყალიბის მეთოდით, რაც განაპირობებს კორპუსების და ნაგებობების სიმტკიცეს, მაღალ სეისმომედეგობას და მშენებლობის პროცესის ოპტიმიზაციას. პერიოდის მაქსიმალურად შემცირებას. ჯამში, როგორც უკვე მოვისმინეთ, კომპლექსი მოიცავს 17 საცხოვრებელ კორპუსს, 8 ჰექტრამდე ტერიტორიაზე განლაგებულ პარკს, რომელიც თავის მხრივ მოიცავს 2 კილომეტრიან ბულვარს, 5 კილომეტრიან ველობილიქს, სპორტულ სათამაშო მოედნებს, ცხოველების გასასეირნებელ სივრცეს, საფეხმავლო ბილიკებს, მოსასვენებელ სივრცეებს. ეს ყველაფერი ერთიანდება პარკ ბულვარში. თუმცა არის ერთი დეტალი, რომელიც ასევე ვერ მოხვდა სიუჟეტში, მინის შესავალს გავაგრძელებ. თემა ეხება მე-6 კორპუსს. ანუ მეორეს მხრივ ეს ნაგებობა პოზიციონირებს როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი იმ ინფრასტრუქტურაში, რომელიც წლების განმავლობაში ამ საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის მიერ შეიქმნა და ჩამოყალიბდა და ასევე სწორედ მის გაყიდვების და ანონსებად შეგვიძლია დღეს საქმიანი საზოგადოებისთვის. სიამოვნებით, აუცილებლად სიამოვნებით შევეხები მე-6 კორპუსს. მე-6 კორპუსის გაყიდვები დაიწყო, არის უკვე ძალიან აქტიურ ფაზაში. მე-6 კორპუსი არის გამორჩეული თავისი მდებარეობით, აქვს პირდაპირი გასასვლელი ბულვარზე, რაც მობინადრეებს საშუალებას მისცემს ჰქონდეს ძალიან მარტივი წვდომა რეკრეაციულ სივრცეებთან. მე-6 კორპუსი ასევე გამოირჩევა პანორამული ხედებით, არის განლაგებული პირდაპირ ბულვარზე, ხედი აქვს პარკზე, სანაპიროზე, მდინარე მტკვარს გადაცქერის და მთებს, რა თქმა უნდა, არის ძალიან მომხიბვლელი და ეს თავის მხრივ ძალიან ზრდის მის ემოციურ ღირებულებასაც ყველაფერთან ერთად, რა თქმა უნდა, ფინანსურს თუ დავანებებთ თავს. გვენცა, ამ მომენტში მიმდინარეობს ახლა მე-6 კორპუსის გაყიდვები? კი ბატონო, ძალიან აქტიურ ფაზაში ვართ. მე-6 კორპუსში თავაზობთ მომხმარებლებს ბინებს 40 კვადრატული მეტრიდან, ზოგადად პარკ ბულვარში შეგვიძლია შევთავაზოთ მომხმარებელს 1, 2, 3 საძინებლიანი პროექტები. მინდა აღვნიშნო, რომ გეგმარებები არის მაქსიმალურად ფუნქციური, ძალიან ოპტიმალურად და რაციონალურად გვაქვს გამოყენებული სივრცეები, იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს ძალიან დიდი გამოცდილება და ფიდბექი მომხმარებლისგან და ზუსტად ვიცით მათი სურვილები. შესაბამისად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. საწყისი ღირებულება, აქვე გავაჟღერებ მომხმარებლისთვის პარკ ბულვარში. არის $1150 ეკვივალენტი, რა თქმა უნდა, ეროვნულ ვალუტაში. არის ძალიან კარგი შეთავაზების, ასე ვთქვათ, შეძენის ძალიან კარგი პირობა, ვინაიდან მომხმარებელს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ფასდაკლება პირდაპირ თანამონაწილეობასთან მიმართებაში პროპორციულად. პირველადი თანამონაწილეობა კი მხოლოდ 5%-დან იწყება, რაც ძალიან დიდი უპირატესობა არის, ვფიქრობ, და ყველა ადამიანს შეუძლია დღესვე დაიწყოს ბინის შეძენის პროცესი. ამის საშუალებას ჩვენ ვაძლევთ ნამდვილად. ეს არის ის გაყიდვების პირობა, რომელიც მუდმივად მოქმედებს. ეს არის სასტარტო, ასე ვთქვათ, პირობა, რომელიც ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, შეიცვლება. მინდა აუცილებლად ხაზი გაუსვა იმას, რომ პარკ ბულვარი ზოგადად თავიდანვე იყო ჩაფიქრებული არა როგორც უბრალოდ საცხოვრებელი კორპუსები, ეს არის მთელი ინფრასტრუქტურა, პროექტი, რომელიც ეტაპობრივად ზრდის საკუთარ ღირებულებას და არ კარგავს აქტუალობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა ამ გაყიდვების პირობებიდან გამომდინარე, ამ პერიოდში, ვიდრე ახალი წელი მოგვიახლოვდება და 2026-ი დადგება, გაქვთ სპეციალური შეთავაზებაც მომხმარებლებისათვის. კი ბატონო, სპეციალური შეთავაზება გვაქვს საქართველოს ბანკთან ერთად, თანამშრომლობით, პარკ ბულვარი სთავაზობს მომხმარებლებს სამსაძინებლიან ბინაზე საახალწლო ფასდაკლებას. ეს გახლავთ ძალიან შეზღუდული პერიოდის აქცია და განკუთვნილია მათთვის, ვინც ეძებს დიდ საოჯახო, კომფორტულ, ხარისხიან საცხოვრებელს. და ეს იმოქმედებს 31 დეკემბრამდე? დიახ, ეს შეთავაზება. ჩვენ არ უნდა გამოგჩეს მე-6 კორპუსზე საუბართან ერთად ის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რაც ამ პროექტის ირგვლივ ხდება, რომ
პროექტი არის ძალიან აქტიურად დაწყებული ეს ურბანული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების პარალელურად არის შესახლების პროცესი ძალიან აქტიურად დაწყებული. ეს აი ამ კომპლექსს ძალიან დიდ სიცოცხლეს ანიჭებს და ეს პროცესი არის სხვა უკვე დასრულებულ კომპლექსებში შემდგარი და მე მინდა ამ ნაწილსაც შევეხოთ. თუ შეიძლება რა პროცესი მიდის და კონკრეტულად რომელ ადგილას. ნამდვილად დღეს უკვე გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბროთ არა მხოლოდ იმაზე, რომ ეს არის პროექტი გეგმა, ეს არის უკვე შემდგარი, კი ბატონო, დასახლება, უკვე პარკ ბულვარში აშენებულია რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი, დაწყებული არის შესახლების პროცესი, ძალიან ბევრი ადამიანი უკვე პარკ ბულვარში შეხვდება ახალ 2026 წელს, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა. ეს არის ჩვენთვის ფიქრობ ძალიან კარგი დასტური ჩვენი სანდოობისა და ხარისხის. მე კიდევ ერთი იმედი მაქვს, რომ პარკ ბულვარი მას შემდეგ რაც დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის და ჩვენი სტუმრებისთვის იყო მნიშვნელოვანი თემა, როგორც სწრაფად გაკეთდა და დამშვენდა იქაურობა, ერთ-ერთი ყველაზე გამწვანებული და რეკრეაციული ზონაც იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ პარკ ბულვარის მესვეურები ამას გამორჩეულ ყურადღებას მიაქცევენ, ისევე როგორც ჩერსავალში გითხარით, უბრალოდ სიუჟეტში იყო ეს ნათქვამი. ეს არის საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი აზერბაიჯანში დაფუძნებული, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია ამ მიმართულებაში. გვაცწარმოებებს გისურვებთ. უღრმესი მადლობა გისურვებთ წარმატებებს და მომხმარებელს ვეტყვი, რომ ახლა არის მართლა ძალიან კარგი დრო, მიიღონ გადაწყვეტილება. შეარჩიონ ბინა, რა თქმა უნდა, ეს წელიწადის ისეთი დროა ხოლმე ყველაზე საინტერესო. შეარჩიონ ბინა და შეხვდნენ ახალ წელს ახალ ბინაში. გვანცა კირვალიძე მარჯანიძე, პარკ ბულვარის გაყიდვების დირექტორი, მადლობა მას მობრძანებისთვის.